გააქტიურდა აღმოსავლეთი ჩვენ ქვეყანასთან მიმართებაში. კერძოდ ჩინეთი. ვნახე, მაინტერესებდა ძალიან, ესე იგი, კოსმოგრამა ჩინეთის როგორია და რამდენად კარგი თავსებადობა აქვს ჩვენს ქვეყანასთან. ვიტყვი ასეთ რამეს. ეს შემოიტანს ჩვენს ქვეყანაში ბევრ ინოვაციებს, აი ეს ჩანს აქ ნამდვილად ასპექტებით. და საკმაოდ კარგი თავსებადობა არის აქ პლანეტების მიხედვით, სხვათა შორის განსაკუთრებით ფინანსურ ნაწილში, ესე იგი, საქართველოს 91 წლის კოსმოგრამის მიხედვით ნატალური მთვარე არის იგივე ნიშანში, რაც ჩინეთის ვენერა ნატალური, ეს ძალიან კარგი თავსებადობა არის რეალურად. რაღაც სიყვარულს ვერ ვიტყვით ახლა. თუმცა სიყვარულიცაა, რა თქმა უნდა, მაგრამ უმეტესწილად არის ფინანსური საკითხი. ამიტომ ფინანსურად, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის ეს მომგებიანია და ამაზე საუბრობს კიდეც სინასტრია თვითონ აი ამ ქვეყნების, ხო? ზოგადად როდესაც საუბრობთ პოლიტიკაზე, რა თქმა უნდა, ქვეყნებსაც აქვს თავისი პირადი რუკა, თავისი კოსმოგრამა და აი ქვეყნების კოსმოგრამის შედარება და ქვეყნების სინასტრიის გაგებაც მნიშვნელოვანია ხოლმე, რომ ვიცოდეთ რამდენად დამანგრეველი იქნება, ცუდი იქნება, თუ კარგი იქნება და პოზიტიური იქნება ამა თუ იმ ქვეყანასთან დაუშვათ ჩვენი ქვეყნის ინტერაქცია. ვამბობ ჩინეთთან, კი ბატონო, ძალიან კარგია, აქ ჩანს წინსვლა, აქ ჩანს ინოვაციები, აქ ჩანს ფინანსური და ეკონომიკური სარგებელი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩინეთისთვისაც რეალურად, რა თქმა უნდა, ამიტომ საკმაოდ კარგი ინტერაქცია არის აქ.